ზურიკო დავითაშვილის გიჟური დებიუტი, ბაზაძის პროტესტი, ფედერაციის საჩივარი, ზივზივაძის და ლობჟანიცის გოლები, კვარაცხელიას უმძიმესი ვარჯიშის შედეგები და ციტაიშვილის კომენტარი გრანატიდან. ამ და სხვა ბევრი საინტერესო ინფორმაციისთვის უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. დავიწყოთ პარიზის ოლიმპიადით, რომელიც ჩვენთვის არც თუ ისე კარგად დაიწყო. სამწუხაროდ პირველი დღე ქართული სპორტსმენებისთვის მედლის გარეშე დამთავრდა. თუმცა ყველაზე დაძაბული მდგომარეობა იყო ევროპის ორგზის და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან, სანდრო ბაზაძესთან. მსოფლიო რეიტინგში მეორე ნომერი და მედლის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი მერვედფინალში ეგვიპტელ მოჰამედ ამერს დაუპირისპირდა და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 14-15 დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ სანდრომ ორთაბრძოლა ცუდად დაიწყო, მალევე ანგარიშის გათანაბრება და წინ გასვლად შეძლო. თუმცა გადამწყვეტ შეტევაში მსაჯებმა საკამათო გადაწყვეტილება მიიღეს და ქულა მოჰამედ ამერს მიაკუთვნეს. რასაც რა თქმა უნდა ქართულის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. უნდა აღინიშნოს, რომ მანამდე მსაჯებმა 5 შეცდომა დაუშვეს. სწორედ ამ ფაქტს აღნიშნავდა ბაზაძე მსაჯებთან კამათის დროს. ეს სირცხვილია, ეს ძალიან დიდი სირცხვილია. ეს ოლიმპიური თამაშებია და მსაჯმა 5 შეცდომა დაუშვა. ბილიკიდან არ გავალ, დამელაპარაკეთ. რატომ არ მელაპარაკება მსაჯი? ეს დიდი სირცხვილია. სამწუხაროდ ბაზაძის ამ პროტესტმა შედეგი არ შეცვალა. აღნიშნულ ფაქტს საქართველოს ფარიგაობის ფედერაციაც გამოეხმაურა და საჩივრის წერილი მოამზადა. ფედერაციაში თვლიან, რომ არამხოლოდ გადამწყვეტი ქულა, არამედ სანდროს მიერ მიყენებული 5 დარტყმაც მოწინააღმდეგეს ჩაეთვალა. შესაბამისად, ფედერაცია მოამზადა საჩივრის წერილი, რომელიც ფარიგაობის საერთაშორისო ფედერაციას საჩთა კომისიის პრეზიდენტს გადაეგზავნა. წერილში აღნიშნულია ყველა გარემოება, რომლის მიხედვითაც სანდრო ბაზაძის მიმართ სავარაუდო უსამართლობას ჰქონდა ადგილი. არ ვიცი, რა შედეგი შეიძლება მოხვდეს ამ წერილს, თუმცა ნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. დღეს ასევე ოლიმპიადის ისტორიაში ქართული რეკორდი დამყარდა. 55 წლის ნინო სალუქვაძემ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ისტორიაში მე-10 დიასპარეზა, რითაც ქალთა შორის რეკორდი დაამყარა. მართალია 10 მეტრზე სროლაში საკვალიფიკაციო ეტაპზე სალუქვაძე 38 ადგილი დაიკავა და ფინალში კვალიფიცირება ვერ შეძლო, თუმცა 2 აგვისტოს ამის გაკეთებას 25 მეტრიდან სროლაში შეეცდება. შევახსენებთ, რომ ნინო სალუქვაძეს ოლიმპიადაზე სამივე სინჯის ოლიმპიური медალი აქვს მოგებული. აქვე გეტყვით, რომ დღეს იასპარეზა საქართველოს ოლიმპიური ნაკრების არსებობის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიელმა 15 წლის ანა ნიჟარაძემ. მან 100 მეტრზე ბატერფლაი ცურვაში 8 მონაწილეს შორის მე-5 ადგილი დაიკავა. ანამ 100 მეტრიანი დისტანცია 1 წუთში 2 წამსა და 85 მეასეთში დაფარა. თუმცა ანამ 31 მონაწილეს შორის 22 ადგილი დაიკავა, რის გამოც კვალიფიკაცია ვერ გაიარა. მაგრამ კარგია ის ფაქტი, რომ ამ ასაკში 15 წლის ქართველმა დიდი გამოცდილება მიიღო, რაც მომავალში აუცილებლად დაეხმარება. თავის შანსი ვერ გამოიყენა 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი სარდალაშვილმა. ქართველმა გამოსვლა გამარჯვები დაიწყო, თუმცა შემდეგ თურქ ილდისთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც კორეელ კიმ ვონ ჯინი წუთნახევარში დაამარცხა. მაგრამ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გამოცდილ ესპანელ გარიგოსთან დამარცხდა. ძირითადი დრო ქულის გარეშე დამთავრდა და გამარჯვებული დამატებით დროში golden score-ით გამოვლინდა. ამრიგად, ოლიმპიადის მეორე დღეს მედლის მოპოვებას 3 ქართველი შეეცდება. ძიუდოში ვაჟა მარგველაშვილი, კრივში გიორგი ყუშიტაშვილი და ცურვაში ნოე ფანცხალა. წარმატებები უსურვოთ ქართველ სპორტსმენებს. ახლა კი სანამ ჩვენი ბიჭების შესანიშნავ გოლებს გაჩვენებთ, გთხოვთ არ დაგეზაროთ, დაალაიქოთ ვიდეო და გამოიწეროთ ავთი. 50,000 გამომწერამდე სულ ცოტა გვაკლია. თქვენს მიერ დათმობილი ზუსტად 2 წამი კი მე დამატებით мотивაციას მაძლევს. ზურიკო დავითაშვილის გიჟური დებიუტი. სენტენდიენის და ვილიარეალის ამხანაგურ დაპირისპირებაში ქართველი მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოვიდა. ამ დროს ქართველის გუნდი 1-0 აგებდა, თუმცა 57 წუთზე ზურიკომ ანგარიშის გათანაბრება შეძლო. 61 წუთზე საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო 92 წუთზე კიდევ ერთი გოლი გაიტანა, რის შედეგადაც სენტენდიენმა ვილიარეალი 3-1 დაამარცხა. ზურიკოს თამაში რა თქმა უნდა შეაფასა სენტენდიანის მთავარმა მწვრთნელმა ოლივიე დალ ოლიომ. ზურიკოს საფეხბურთო ხარისხს ავლენს, ვიცით რომ ძალიან კარგ დონეზეა. მან გვაჩვენა რომ იცის ბურთის შენარჩუნება, გატანა და პასის გაკეთება. მიუხედავად იმისა, რომ 23 წლისაა, გარკვეული გამოცდილება აქვს. გრძნობთ რომ რაღაც შეიძლება მოხდეს, როცა მას ბურთი აქვს. საბოლოოდ ზურიკოს დებიუტი ასეთია: 45 წუთში 2 გოლი და 1 ასისტი. იმედია რომ შესანიშნავ ფორმაში მყოფი ქართველი კიდევ არაერთხელ შეძლებს თავის გამოჩენას. თავისი მორიგი გოლი გაიტანა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემაც. კალსრუეს და ლიგა 1-ის სტრასბურგის ამხანაგური შეხვედრა ქართველის გუნდის გამარჯვებით 4-1 დამთავრდა. ზივზივაძემ ძირითადიდან დაიწყო და გოლის გატანა მე-40 წუთზე შეძლო. 77 წუთზე კი ის შეცვალეს. შეგახსენებთ რომ ბუდუმ 21 ივლისს ბუნდესლიგის ჰოფენჰაიმთან შეხვედრაში ითამაშა, სადაც 2 გოლის გატანა შეძლო. ახლა კი ველოდებით 3 აგვისტოს, სადაც
მეორე ბუნდესლიგის პირველ ტურში კალსრუე ნიურნბერგს უმასპინძლებს და იმედია რომ ბუდუს გოლს ისევ ვიხილავთ. გოლების გატანას განაგრძობს საბა ლობჟანიძეც. ამჯერად ჩრდილოეთ ამერიკის ლიგის თასის გათამაშებაში 29 წლის ქართველის გუნდმა DC United-ს უმასპინძლა, სადაც საბამ ულამაზესი გოლის გატანა შეძლო. საბოლოო ჯამში შეხვედრა ფრედ 3-3 დამთავრდა. 11 მეტრიანების სერიაში კი სტუმრებმა 5-6 გაიმარჯვეს. შეგახსენებთ, რომ ბოლოს ამ შეხვედრაში საბამ 2 გოლის და 3 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო, რაც დამეთანხმებით, რომ ძალიან კარგი შედეგია. ალბათ უკვე ბევრმა იცით, რომ საქართველოს ნაკრების და დინამო კიევის 23 წლის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი ერთწლიანი იჯარით ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის გრანადას შეუერთდა. ქართველმა ფეხბურთელებმა სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ მედიის კითხვებს უპასუხა. ყოველთვის ვოცნებობდი ესპანეთში თამაშზე და როდესაც კლუბის დაინტერესების შესახებ გავიგე, წამითას არ დავფიქრებულ ვარ გადაწყვეტილების ისტორიაში. გრანადა ისტორიული კლუბია და მომწონს მისი პროექტი. ბედნიერი ვარ, რომ მისი ნაწილი გავხდი და ყველაფერს გავაკეთებ, რათა დავამტკიცო, რომ არ შემცდა რან. როდესაც არჩევანი ჩემზე გააკეთეს. თავს არ დავზოგავ, რათა კლუბს მიზნების მიღწევაში დავეხმარო. შეგიძლიათ გიო დამიძახოთ, თუმცა საწინააღმდეგო არც ხორხეზე მექნება. თამაშის ჩემს სტილს მაშინ გაიცნობთ, როდესაც ლიგა დაიწყება. არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი, თუმცა ერთი სული მაქვს, წარმოვაჩინო ის თუ რა შემიძლია. თამაშს მარჯვენა ფლანგზე ვამჯობინებ, თუმცა ამ ხრივ პრობლემა არ მაქვს და რასაც მწვრთნელი ჩემგან მოითხოვს, იმას შევასრულებ. რაც შეეხება დინამო კიევს, არ ვიცი რატომ არ მომეცა იქ სტაბილური თამაშის შესაძლებლობა, მაგრამ წარსულზე არ ვნახულობ. დღევანდელი დღით ვცხოვრობ და ვფიქრობ იმაზე, თუ რა და როგორ იქნება მომავალ სეზონში. შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილი დინამოს კიევის აკადემიის აღზრდილია, მაგრამ მან მთავარ გუნდში თავის დამკვიდრება ვერ შეძლო. ის ბოლოს 2023 წლის ზაფხულში დინამო ბათუმს ერთწლიანი იჯარით შეუერთდა და ეროვნული ლიგის ჩემპიონობაც ისეიმა. გრანადამ კი 2023-24 წლების სეზონში ლა ლიგაში ბოლო ადგილი დაიკავა და სეგუნდა დივიზიონში დაქვეითდა. გრანადა ლა ლიგა 2-ის პირველი ტურის შეხვედრას 15 აგვისტოს საკუთარ მოედანზე ალბასეტეს წინააღმდეგ ჩაატარებს. იმედია, რომ სწორედ ამ შეხვედრაში შედგება ქართველის დებიუტიც. ახლა კი გეტყვით, რომ სანამ კვარაცხელიას კონტრაქტის საკითხი გადაწყდება, მანამდე ქართველი შემტევი ანტონიო კონტეს საკმაოდ მძიმე და დამღლელ ვარჯიშებს უმკლავდება. როგორც ცნობილია, კონტეს სურს, რომ მისმა გუნდმა ძლიერი პრესინგი ითამაშოს და 90 წუთი დაუღალავად ირბინოს. იტალიური მედიის ცნობით, კვარაცხელიამ კონტეს დატვირთვები იიგრძნო. სიცხისგან ცოტათი ძალგამოცლილმა სულგის ქვედა არეში დისკომფორტის გამო სამედიცინო დახმარებაც მიიღო. ცოტათი გაგრილდა და მოედანს დაუბრუნდა. რასაც ვერ ვიტყვით მატეო პოლიტანოზე, რომელმაც ბოლოს მწვრთნელს თავით ანიშნა, რომ ეს მისთვის დასასრული იყო და მოედანი დატოვა. ანგისას კი ამდენი სირბილის შემდეგ გუნდზე პრობლემა შეექმნა. იტალიური მედია წერს, რომ ხვიჩას ვარჯიშით ანტონიო კონტეც და მისი სამწვრთნელო შტაბიც მოხიბლულები იყვნენ. ასე რომ იმედია, კვარას გარშემო არსებული გაურკვეველი საკითხები მალე დაალაგდება და ძველ კვარასაც მალე ვიხილავთ. გულშემატკივრის თხოვნით მოკლედ გეტყვით საბას საზონოვთან დაკავშირებით. ტორინოს დაცვაში საკმაოდ დიდი პრობლემებია. ნაწილმა გუნდი დატოვა, ნაწილს კი ტრავმა აქვს. ეს ერთი შეხედვით საბასთვის შანსი უნდა იყოს, თუმცა იტალიურ მედიაში წერენ, რომ მთავარმა მწვრთნელმა ქართველი ძირითადში არ უნდა დააყენოს, რადგან ის ჯერ მზად არ არის. იმედია, რომ მათი პროგნოზი არ გამართლდება და საბას საკმარისი სათამაშო დრო მიეცემა და ძირითადში თავის დამკვიდრება შეძლებს. ახლა კი ის, რასაც მერაბ დვალიშვილი 6 წელი ელოდა, ოფიციალურად დადასტურდა. ქართველი შონომალისთან სუპერმსუბუქი წონის ქამრისთვის იჩხუბებს. ეს დაპირისპირება 15 სექტემბერს ლას-ვეგასში სპეროს 20,000 კაციან დარბაზში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილს UFC-ში ზედიზედ 10 ბრძოლა აქვს მოგებული და შანსი აქვს, რომ საქართველოს მეორე კამარი მოუტანოს. შონომალიმ კი სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის კამარი ალჯამეინ სტერლინგის დამარცხების შემდეგ მიიღო და ეს ტიტული მარლონ ვერასთან 2024 წლის 10 მარტს დაიცვა და იმედია, რომ ამას 15 სექტემბერს ვეღარ შეძლებს. წარმატებები მერაბს და ყველა ქართველ სპორტსმენს. თქვენ კი თუ მოგეწონათ ვიდეო, არ დაგავიწყდეთ დალაიქება და არხის გამოწერა, რომ არ გამოგრჩეთ შემდგომი სიახლეები. და ეს არის კრისტალბეტ ეროვნული ლიგის თამაშებს და უგულშემატკივრე ქართულ ფეხბურთს.